მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე თენგო ომანიძე გახლავართ, ეს გადაცემა ახალი პარადიგმა. დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, პროფესორი ბატონი დავით კუხალაშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დავიწყოთ რა თქმა უნდა მსოფლიოში ყველაზე ცხელი თემით, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, სწორედ ამ წუთებში ის დადებს ფიცს და ოფიციალურად გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მისი ადმინისტრაცია შეუდგება, ასე ვთქვათ, უფლებამოსილების შესრულებას. ურთიერთ გამომრიცხავი მოლოდინებია, რასაც მე უყურებ მთელ მსოფლიოში, საბოლოო ჯამში რა იქნება, რა ნაბიჯებს გადადგავს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, ვისთვის იქნება ეგ სასარგებლო და ვისთვის პირიქით დამაზარალებელი, ალბათ სუსტი პასუხი ამაზე ჯერ არავის აქვს. თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ, რას უნდა ველოდოთ, ალბათ ყველაზე აქტუალური კითხვაა, შედგება თუ არა გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება. უკვე არსებული ამ წესრიგის გადაფორმატირება და რა სახე და რა ფორმა ექნება ამ ყველაფერს. ალბათ ეს არის მთავარი კითხვა დღეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ ის სახელმწიფო, რომელიც ნაკლებად იტყობს პრეზიდენტის ცვლილებას. რეალურად ეს არის ქვეყანა, რომელსაც მაღალი საიდუმლოების გრიფის ქვეშ აქვს პრაქტიკულად გაწერილი სადღაც ალბათობის მაღალი ხარეს 30 წლამდე პერსპექტივა სახელმწიფოსი თუ სად და როგორ უნდა იმოქმედოს, რა ტაქტიკური სვლები უნდა განახორციელოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ მან თავისი გავლენა არა მარტო შეინარჩუნოს, არამედ გააფართოვოს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტრატეგიული განვითარების გეგმები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო რაც შეეხება გადანაწილების პროცესს, ამაზე მე მგონი უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს გადანაწილების პროცესი ჯერ კიდევ ყოფილი პრეზიდენტის პირობებში დაიწყო და ვფიქრობ, რომ უფრო მასშტაბური პროცესები წინა გვაქვს, გარკვეული კონტურები არსებობს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ ამ პროცესამდე მშვიდობიანად მივედით. ეგ რა თქმა უნდა არის ალბათ ძალიან დიდი როგორ თქვა საიდუმლოს ამას ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ უამრავი ვერსია ვრცელდება, მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, რომ პრეზიდენტი ტრამპი თეთრ ოფიციალურად შესვლისთანავე ხელს მოაწერს და გააუქმებს მაგალითად ბაიდენის მიერ მიღებულ 200-მდე ბრძანებულებას. არის ვერსიები, რომ ის გეგმავს პირველსავე დღეს ჯარი ჩააყენოს მექსიკის საზღვარზე. სხვა შორის აი ძალიან ეპატაჟური იყო ხო მისი განცხადებები გრენლანდიასთან დაკავშირებით, კანადასთან დაკავშირებით, პანამის არხთან დაკავშირებით. აი უნდა გქონდეს იმისი დარჩა შთაბეჭდილება, რომ აი რა ძველი მამაპაპური იმპერია გამოაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა და შესაძლებელია ესეთი რამე მართლაც 21 საუკუნეში რომ ვიხილოთ, რა ვიცი, ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ რუსეთი იყო მაგალითად ეს ბოროტების იმპერია, რომელიც მეზობლების საზღვრებს ეპოტინებოდა და შეიცვალა ეს მოწმულობა. ესე იგი, მოდით დავიწყოთ პირველი რა ქრონოლოგიითაც თქვენ დამისვით მე შეკითხვა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ მიმართულებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მიღებული 200-მდე გადაწყვეტილება შეიძლება დღეს გაუქმდეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ალბათობის მაღალი ხარისხით უკესარგებელი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის აქვს მოტანილი. აქ არის გარკვეული ტექნოლოგიები, რომელიც ეს არ ხდება მხოლოდ ადმინისტრაციის შიგნით მისი შემუშავება, მას საკმაოდ სკრუპულოზურად გადიან სპეცსამსახურები, ამ დროს გამოყენებულია სამეცნიერო ტექნიკური უსაფრთხოების სეგმენტი. ეს არის მაღალი დონის და მაღალი ტექნოლოგიური განვითარების მქონე უნივერსიტეტები, სადაც საიდუმლო გრიფით ნებისმიერი ბრძანებულება, ნებისმიერი გადაწყვეტილება აწონვადია, შეფასებულია და მე მაინც ვფიქრობ, რომ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც თქვათ დღეს გაუქმდება, მათ უკვე ამერიკის შეერთებული შტატებისათვის სარგებელი მოტანილი აქვს. რაც შეეხება დანარჩენ განცხადებას, მე ზოგადად ჩემი პროფილიდან გამომდინარე, როგორც პრაქტიკული ბექგრაუნდიდან, ისე სამეცნიერო ბექგრაუნდიდან გამომდინარე, არასოდეს არ ვთვლიდი, რომ მხოლოდ რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელზედაც ჩვენ სისტემურად საუბრობთ. უბრალოდ ყველაფერი ის, რაც ჩვენი იგლუხ ხდება, არის ძალიან მასშტაბური პროპაგანდა და ამ დროს ზოგადად ხდება იმ ქვეყნის წარმოჩინება, რომელიც თქვათ ამ შემთხვევაში ვერ ფლობს ისეთ
თქვათ მექანიზმებს კონკრეტულ გეოგრაფიულ მონაკვეთზე და იქ თქვათ გარკვეულ დაჯაბრა მიმდინარეობს სხვა ქვეყნების პროპაგანდისტული საქმიანობის. ჩვენ მაინც უნდა გამოვიდეთ მხოლოდ ერთი მიმართულებიდან, რომ ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის ქვეყანა, რომელიც მუდმივად იბრძვის დომინირებისათვის საერთაშორისო არენაზე და რუსეთის ფედერაცია ანალოგიური გზით მიდის და ვფიქრობ, რომ 2007 წლის მიუნხენის შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება ამის ნათელი დადასტურება სამწუხაროდ არ ჩვენმა სახელმწიფომ და არც ზოგადად სოფლიომ იმ განცხადების ანალიზი, კრიტიკული ანალიზი არ გააკეთა შესაბამისად მათ შორის ჩვენ სახელმწიფოში და უცხო ქვეყნებში არ მოხდა ამ ინფორმაციის სათანადო დამუშავება, ან მოხდა და ხელისუფლებებმა არ მოახდინეს მისი გათვალისწინება და რეალურად ყველა ის შედეგი, რაც მიღებულია, მათ შორის საომარი მოქმედებებით 2008 წელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთან განხორციელდა 2014 წელს უკრაინაში და შემდეგ ისევ უკრაინაში, ვფიქრობ, რომ ეს არის გამოძახილი 2007 წელს გაკეთებული განცხადების. ანუ ერთ რაიმეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი, ჩვენი მდგომარეობა და ყველაფერს საერთაშორისო ურთიერთობებში წყვეტს სტრატეგიული ინტერესები და არანაირი ადამიანური კეთილგანწყობები ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებობს. ყველაფერი გათვლილია, როგორც გითხარით, ინტერესზე და ყველაფერი გათვლილია სარგებლის მიღებაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ტიპის სახელმწიფოები ხშირად მოგებული არიან იმ ხრივაც, თუ ისინი გარკვეული და სწორი გათვლების შესაბამისად ინარჩუნებენ თუნდაც იმ დონის სუვერენიტეტს, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და ძალიან კარგი იქნება, თუ ზოგადად გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ კარგი ვაჭრობით, ეგრეთ წოდებული კარგი ვაჭრობით შევძლოთ ჩვენი სუვერენიტეტის გამყარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუმცა რამდენად კარგად ვაჭრობს ამ შემთხვევაში თქვენი აზრით საქართველოს ხელისუფლება, ფაქტია, რომ ეს არც ისე მარტივი პროცესია, ხო, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი პრობლემებია დასავლეთიდან პირველ რიგში. წნეხი არანორმალურად მაღალი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, როგორი მოლოდინი გაქვთ, გაიზრდება თუ არა მომავალში ეს წნეხი? ну, პირველ რიგში აუცილებლად ალბათ უნდა ვისაუბროთ იმ გარემოებაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მიმართებაში თავის სტრატეგიული ინტერესები აღასრულა. როდესაც ჩვენ მოვხვდით უკვე ეგრეთ წოდებულ პასიურ ციკლში, ესე იგი, როდესაც აქტიური ციკლი დასრულდა, ეს არის ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენთან განვითარებული მოვლენები, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიის ნაწილი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კარგად გაანალიზებენ სპეციალისტები იმას, რასაც ვთქვათ, მე დღეს ეხა მოკლედ ვიტყვი, ვფიქრობ, რომ სტატისტიკურადაც შეგვიძლია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები მივიღოთ. ესე იგი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გადაუდგამს ერთი ზედმეტი ნაბიჯიც კი იმის იქით, რაზედაც მან მოგება არ მიიღო საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ ჩვენ ერთ რაიმეს უნდა დაუკვირდეთ, რომ რეალურად ჩვენ და სამწუხაროდ ეს არ იყო სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო, ეს არის ცოტა სხვა კატეგორიის ურთიერთობების ჩარჩო. მოდით დღეს მე შევეცდები, რომ ამაზე უშუალო ტერმინოლოგიაზე არ ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო მნიშვნელოვანი სარგებელი და ამ სარგებლის მიღების ფონზე, როდესაც ჩვენ ვაღიარებდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ვხედავთ პოზიციების გამყარებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელმაც პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური ბაზრისა ხელთ იგდო. ამ შემთხვევაში თუ ესეთ შეკითხვას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებული იყო იმით, რომ საქართველოს ყოფილიყო სტრატეგიული პარტნიორი, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოში მყარად გატარებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები და არა მხოლოდ იმ პერიოდით, რომელიც მომგებიანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ამ შემთხვევაში მაშინ რატომ მოხდა, რომ რეალურად ჩვენ მოვხდით მეორე მიმართულებით იმ სახელმწიფოს ეგავლის ქვეშ, რომელსაც ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად ამერიკის შეერთებული შტატები ებრძოდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორი დასკვნების გამოტანა გვიან არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საკმაოდ მაღალი პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და გარკვეული არაორდინალური და არა
ქართული დამოკიდებულების მქონე თქვათ პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დღიდან შემოსვლისა ძალიან დიდ ესე ვთქვათ ანგარიშს უწევდა რუსეთის ფედერაციას და ყველა ის პროცესები, რაც საქართველოში განვითარდა, ეს არის სწორედ იმის დამადასტურებელი, რომ ეს სახელმწიფოები ერთმანეთს ანგარიშს უწევენ. შეთანხმების პროდუქტია. ეს არის აუცილებლად შეთანხმების პროდუქტი და ეს არის რეალური მდგომარეობა იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი სახელმწიფო პირდაპირ ერთმანეთს დაუპირისპირდება, შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ ორივე სახელმწიფომ დაკარგოს ის დომინირებადი პოზიციები, რომელიც მათ უკავიათ საერთაშორისო არენაზე, ის გავლენის სფეროები, სადაც ისინი ძალიან მყარად აკონტროლებენ ვითარებას და ამ შემთხვევაში ისინი მათ ადგილს დაიკავებენ სხვა სახელმწიფოები და ამის მოსურნე სახელმწიფოები არსებობენ. ამიტომ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ, რომ ძალიან დიდი იმედებით ვიქნებით, რომ არც უნდა ყოფილიყავით, რომ ჩვენი გულისთვის თავს მოიკლავენ და რაღაც განსაკუთრებულ აქტიურ მოქმედებებს განახორციელებენ, თქვათ, იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ჩვენთან თქვათ პირობითად არის საბრძოლო მოქმედებებში. ნუ ყველაფერი გავიარეთ, ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვიდა, ყველაფერი ვიხილეთ, მაგრამ წუხვა რომ ანალიტიკური სისტემა ზოგადად არ არის ისეთი, რომელიც რეალურ აღქმას შეუწყობდა ხელს. ეს არის სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა ვთქვათ, ეს არის მაღალი დონის პროპაგანდა, რომელიც შემოიჭრა როგორც საგანმანათლებლო სივრცეში და ეს არის პროპაგანდის ის ნაწილი, რომელმაც დააზიანა საქართველოს ეროვნული ინტერესები და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ოდნავ რაიმეს გამოსწორება გვინდა, პირველ რიგში აუცილებელია, რომ მაინც საგანმანათლებლო სექტორზე გაკეთდეს აქცენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვითარება არ გვიწერია. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით თქვენ ქრონოლოგიას პირველად რო შეკითხვა დასვით. მე უბრალოდ აუდიტორიას დაუსვამდი ესეთ შეკითხვას. თუ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯერ კიდევ ოფიციალურად არ არის ხო მოსული, ეხლა არის ინაუგურაცია. ამ წუთებში დებს და მანამდე ის აკეთებს ისეთი ტიპის განცხადებას, რომელიც პრაქტიკულად თქვენ შეფასებაც გააკეთეთ, რომ იმპერიის გამოცხადება. იმპერიული ზრახვები აქვს ამერიკის შეერთებულ. ეს ახალი არ არის, მაგრამ დააკვირდით ტერმინოლოგიას, რომელიც მან გამოიყენა. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ესე იგი გამოდის, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მაღალი განვითარების მქონე და დომინირებისათვის მებრძოლ სახელმწიფოებს გარკვეული განმავლობაში აქვთ უკვე იმისათვის, რომ მათ შეუძლიათ, რომ პატარა ეგრეთ წოდებულ პატარა სახელმწიფოებს თავის ნებასურვილის მიხედვით დაუწესოს სუვერენიტეტის ხარისხი. მაშინ მე შეკითხვას ვსვამ, სად არის ის ნანატრი დემოკრატია, რომლისთვისაც ჩვენ თითოეული ჩვენდაგანი მივიღწოდით და გვჯეროდა იმისი, რომ ეს ესე უნდა ყოფილიყო. ესე იგი გამოდის, რომ ესეც გარკვეული ბუტაფორია და ზედმეტ სულ თქვენი ეთერის მეშვეობითაც და სხვა მასმედიის საშუალებითაც მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ ზოგადად პოლიტიკური მოღვაწეები, ეს არის ხელისუფლება თუ ოპოზიციური პარტიები, აუცილებლად უნდა მოერიდონ ცრუ მოლოდინების შექმნას, იმიტომ რომ ცრუ მოლოდინები ეს არის გარკვეული განწყობის შექმნა, რომელმაც შეიძლება შემდეგ დამაზიანებლად იმოქმედოს სწორედ მისი გამავრცელებლების მისამართით და იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არანაირი პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში დღეს მდგომარეობით არ გვიჩანს, რომ ეროვნული თანხმობა მიღწეული იქნას, ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს იმ სურათს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, როგორ ვივაჭრებთ. და თქვენი შეკითხვა იყო, რომ ვაჭრობთ თუ არ ვაჭრობთ, რომ არ ვაჭრობდეთ, მაშინ ჩვენ ამ მდგომარეობაშიც არ ვიქნებით. რეალურად მე მაინც ვფიქრობ, რომ ორდონიანი ვაჭრობა მიმდინარეობს. ერთი არის ოფიციალური ვაჭრობა, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება და მეორე არის ასევე ალბათ არახილული ფრონტი, როდესაც სხვადასხვა სამსახურების თუ კერძო პირების ჩართულობით ხდება გარკვეული ტიპის ორგანიზაციული ქმედებები, რომელიც
ამ ვაჭრობის შემადგენელი და რომელიც მათ აუცილებლად სარგებელი უნდა მოუტანოს საქართველოს. როგორც ჩანს, ეს უფრო მნიშვნელოვანი პროცესია, ხო? კიდევ უფრო ოფიციალურ პროცესზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხები წყდება ალბათ აი ამ კულუარული ვაჭრობის. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ახლა ნახეთ, თითოეულ სახელმწიფოს გააჩნია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ღია წყაროში არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ესე რა ვქეთ დადებული და ყველა შეუძლია რომ ნახოს თუ რა ძირითადი პრიორიტეტები და საფრთხეები გააჩნია სახელმწიფოს, მაგრამ ეს არის პრაქტიკულად გარკვეული სატყუ არა იმიდან გამომდინარე რომ ნებისმიერ სახელმწიფოს გააჩნია სრულიად საიდუმლო გრიფის ქვეშ დაცული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ნაწილი. სადაც რეალურად არის გაწერილი ის რეალური საფრთხეები და ის რეალური პერსპექტივები და ის მოქმედებათა სცენარი, რომელიც უნდა განახორციელოს ამა თუ იმ სახელმწიფომ. ესე იგი გამოდის, რომ რეალურად ყველაფერი ის რაც ღია წყაროშია, ეს არის რეალურად მაინც პროპაგანდის ნაწილი და გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შექმნისაკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ალბათ უმნიშვნელოვანესი, სადაც ხდება ამა თუ იმ ქვეყნის ბედი და რეალურად გლობალური უსაფრთხოების ბედიც. ამიტომ ყველაფერი ის რაც ღია წყაროებშია, ეს არის კიდევ ერთხელ გეუბნებით გაჯერებული ძალიან დიდი პროპაგანდით და შესაძლებელია რომ მას ძალიან დიდი ნდობით არ უნდა შევხედოთ მაინც და მაინც. აი თქვენ ბრძანეთ ბატონო დავით რომ მართლაც ამერიკის შეერთებულ შტატებს რო ქონოდა საქართველოსში რეალური ინტერესი, საქართველოსთან პარტნიორობის რეალური ინტერესი. ის რომ საქართველო ეკონომიკურად არის მთლიანად რუსეთზე მიბმული რუსულ ბაზარზე, რუსულ ეკონომიკაზე. ამისი დაშვება მაშინ ხო მართლაც არ შეიძლებოდა, ხო? ამერიკისთვის თუ ის ხო თავისთავად ცხადია რომ ეკონომიკას ებმის შემდეგ უკვე მთელი დანარჩენი პოლიტიკაც. მაშინ რა იყო ამერიკის ინტერესი? უნდა ვისაუბროთ თუ არა, მოდით პირველ რიგში წარსულ დროში ამ ყველაფერზე რო იყო ინტერესი, თუ ეს გრძელდება კვლავ და კვლავ უნდა ველოდოთ საქართველოში აი ამ ამერიკული და რუსული გავლენების თუ არ ვიცი რა ქვია აი ამ პროცესს, უნდა ველოდოთ თუ არა ამ ბრძოლის გაგრძელებას და მეორე რაც ყველაზე მთავარია, მაშინ თუ მათ არ სურდათ ჩვენთან პარტნიორობა, რა იყო ის ინტერესი, რის გამოც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ილუზიაში აცხოვრებდნენ ამ ქვეყნის მოსახლეობას, ან რა შესაძლო გაგრძელება უნდა ჰქონდეს აი ჩვენ დღეს უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. კარგით, ახლა დროებით გვერდზე გადავდოთ ამერიკის შეერთებული შტატები და გავიხსენოთ 2008 წლის მოვლენები და სახელმწიფო, რომელიც ჩაერთო ზოგადად ამ პროცესის დარეგულირებაში, ეს გახლდათ საფრანგეთი. ესე იგი საფრანგეთის სადაზვერო მისია ჯერ კიდევ 2008 წლიდან აშკარა ფორმით გვიფიქსირდება საქართველოში. რა პროცესები მოყვა საფრანგეთის ჩარევის შემდეგ თქვათ იმ ომს რა შედეგები მოყვა სარკოზის შეთანხმება ცნობილია. დიახ, მოყვა ის რომ რეალურად ჩვენ მიუხედავად იმისა რომ საომარ მოქმედებებში იმყოფებოდა ქვეყანასთან და ტერიტორიის 20% მის ფაქტიურ კონტროლს ექვემდებარებოდა, ჩვენი ხელისუფლება აფორმებს მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც სტრატეგიული დანიშნულების ენერგეტიკული ობიექტები გადადის რუსეთის ფედერაციის კონტროლ ქვეშ. კიდევ ერთხელ სვამ შეკითხვას, როდესაც დღეს საფრანგეთი განსაკუთრებული აქცენტებით თითქმის სასამართლო პროცესებს გვიწყობს მისი წარმომადგენლის, მისი რეზიდენტის მეშვეობით, უკვე საქართველოს მოქალაქის მეშვეობით. მე ვეკითხები საფრანგეთის ხელისუფლებაზე ყველა მათ, ვინც თანაუგრძნობს საფრანგეთის დღევანდელი ხელისუფლების განცხადებებს, რა პროცესებთან ჰქონდა მაშინ საქმე, როდესაც საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ საფრანგეთის ჩარევის ფონზე რეალურად ომში მყოფ ქვეყანას გადავეცით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები. ესე იგი, გამოდის რომ საფრანგეთი იმ პერიოდში აქტიურად მხარს უჭერდა, ყოველ შემთხვევაში ითვალისწინებდა ამერიკის შეერთებული შტატების გავსად რუსეთის ფედერაციას. ესე იგი, რისი თქმა მინდა, სანამ კიდე გადავიდეთ შემდეგ და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე ვისაუბროთ. აი დააკვირდით იმ რაღაც უაზრო გამოსვლებს, რომლის პირველად ძირითადი საფუძველი იყო კონსტიტუციური წყობილების არადობრივობა, რომლის მომსწრებად აგერ მეორე თვე მთავრდება, მე მგონი უკვე რომ მიმდინარეობს სადღაც. კი ბატონო. ესე იგი, ყველაფერი კარგია, რაც ხდება უცხოეთში და ყველა ხელისუფლება კარგია, რომელიც არის უცხოური, არ ვარ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება.
და ვინ მართავს პროცესებს? ისევ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მართავს ისევ საფრანგეთის ხელისუფლება. მისი წარმომადგენლის ერთი ხილულია და ეს ყველამ გავიგეთ, მაგრამ ესე არ არის. სამწუხაროდ გვყავს ჩვენ ძალიან ბევრი არახირული საფრანგეთის სადაზვერო სამსახურის კონტროლს. საფრანგეთი ამ შემთხვევაში აქვე ჩაგეკითხებით, საფრანგეთი ეს უნდა გავიგოთ როგორც ცალკე აღებული საფრანგეთის სახელმწიფო, თუ ის არის ერთგვარი წარმომადგენელი კიდევ უფრო მსხვილი გლობალური ელიტი. როგორც უნდა განვიხილოთ როგორც ცალკე მომხმედი, რა თქმა უნდა კონკრეტული ინტერესებისაც რამე თუ მან ყოველთვის უნდა რომ დიდი მოგება ნახოს. სარგებელი ესაა საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი დანიშნულება და ასევე ის არის გარკვეული შუამავალი იმ ძალებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ რომ გარკვეული კონტროლებადი ზონები შექმნან საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ არ შეიძლება მარტო ცალკე მისი განხილვა, ამიტომ ესეთი კომპლექსური მიდგომით ჯობს რომ განვიხილოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფრანგეთი ასრულებდა მაშინაც და დღესაც იმ უარყოფით როლს ეს ჩანს შედეგებიდან, იმ შედეგებიდან რომ რეალურად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საფრანგეთი გარკვეულწილად იმ პერიოდშიც კი სტრატეგიულად თანამშრომლობდა საბჭოთა რუსეთთან, როდესაც ჩვენი ხელისუფლება გავიდა ემიგრაციაში და დაფუძნდა საბოლოო ჯამში საფრანგეთში და ლევილში. გითხრათ სიმართლე, აი მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული თავის, რაც თავი იყო ზოგადად ამ ემიგრაციისა, ჩვენ ამ შემთხვევაშიც გვაქვს ძალიან ცრუ მოლოდინები და პროპაგანდამ ყველაფერი გააკეთა, რომ შექმნილიყო ყალბი გმირები. ეს არის კატასტროფული, ესეც ამასაც სადაზვერო მისია აქვს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ყალბ გმირ შექმნი, საბოლოო ჯამში, როდესაც რეალობა უკვე დღის სინათლეზე გამომტკიცებელი, მამხილებელი მასალებით, ეს არის პრაქტიკულად დემორალიზაციის საფუძველი და ამიტომ ნახეთ, აქაც შემთხვევითი მოვლენები არ არსებობს. მხოლოდ ერთი რამ უნდა გავიხსენოთ, როდესაც თბილისის ქუჩებში მიმდინარეობდა და მარტო თბილისის ქუჩებში, ზოგადად საქართველოში ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს ხელისუფლება ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას და პრაქტიკულად სასაკლაო გახსნა. თქვათ, რატომ არ შეიძლება რომ ამ პერიოდში ნორმალურ ხელისუფლებას და ნებისმიერ ხელისუფლებას ჩვენი ტიპის სახელმწიფოებისას აუცილებლად უნდა გააჩნდეს ყოველთვის კაპიტულაციის გეგმა, რომლის ძირითადი დანიშნულება რომ გადაარჩინონ გენოფონდი მოსახლეობა. აი ნახეთ ამ სიტუაციაში ვიმყოფებოდით მაშინ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაინც ძირითადი აქცენტი მე გავაკეთე საფრანგეთთან დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მანამდე სანამ საქართველოში იქნება პროგანწყობები უცხო სახელმწიფოებთან მიმართებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ჩვენ არ აგვაქვს სათანადო კონტრპროპაგანდა. ყველა ის პროცესი, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობს, დააკვირდით, როდესაც მე ამ მიმართულებით საუბრობ, რა დონის სადაზვერო პროპაგანდაა განხორციელებული საქართველოში, რომ ადამიანებს ზოგადად რეალური ობიექტური რეალობის ახმა უბრალოდ არ შეუძლიათ. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. არის გამოძახილია, უბრალოდ აქაც მინდა ჩაგეკითხოთ, რა ტრამპის ინაუგურაციაზე ვინ დაესწრება? ახლა სალომე ზურაბიშვილი იძახის მევესწრები, ვაშაძე იძახის მევესწრები და აქედან სამთავრობო მედია იბოღმება ამაზე და აღწერენ იუსებს, რომ არა არესწრებიან და ფული აქვს გადახდილი. ანუ თითქოს რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ვიქნებით, არ ვიქნებით წარმოდგენილი და საზოგადოების დიდი ნაწილიც ამას უყურებს რაღაც ხოს ახტაცებით და ეგ არის ალბათ ხო ის პროგანწყობები, რასაც თქვენ საუბრობთ, რომ თითქოს კიდე იქვეძებთ რაღაც ხსნას და იმაზე კი არ ვფიქრობთ, რომ აქ ადგილზე ჩვენ უნდა მოიმოქმედოთ. გარკვეული ანგარიშვალდებულებითი მესიჯები, არ ვიცი, მიგიქცევთ თუ არა ამაზე ყურადღება, დარწმუნებული ვარ, თქვენ მიგიქცევიათ და ვფიქრობ, საზოგადოების მნიშვნელოვნად ვთხოვ ერთი რამ, რომ აუცილებლად დაუკვირდნენ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რიგით წევრებს, თუ როგორი ანგარიშვალდებულები არიან ისინი უცხო სახელმწიფოებთან და არსად არ ჩანს ანგარიშვალდებულება მის უდიდებულესობას საქართველოს საზოგადოებასთან. ესე იგი, ერთი რამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ფარულმეშთა სისტემა, რომელსაც პრაქტიკულად სადაზვერო დანიშნულება აქვს, ესაა მესიჯთა სისტემა, როდესაც თავიანთი გამოსვლებით
პრაქტიკულად პოლიტიკოსები თავიანთ თავს თავაზობენ უცხო სახელმწიფოებს. ეს არის პრაქტიკულად უკაცრავად ახლა ისეთ ტერმინ უნდა გამოვიყენო, რომ ამას მეტი შეფასება არ არის, არის პოლიტიკური პროსტიტუცია, პოლიტიკური მეძავება. მაგრამ პოლიტიკური მეძავება გადაზრდილი უკვე შემდეგ ჯავშობაში ეს არის დამანგრეველი ზემოქმედება სახელმწიფოსად. ამიტომ ვფიქრობ, რომ სადაზორო პროპაგანდა აუცილებელია რომ აღიკვეთოს და მინიმალიზირებული იყოს და ამის აღკვეთა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექნება მყარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მასმედიის საშუალებებს და მათ წარმომადგენლებს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ისინი იქცნენ მხარეთ. იქ საინტერესო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლად და ბოდიშით ამერიკის ინტერესებზე უნდა ისევ გაგცეთ აუცილებლად პასუხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ქონდა კონკრეტული ინტერესი კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, რომ აქტიური ფონი შეექმნა საქართველოში. მან მიიღო მნიშვნელოვანი მოგება. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სპორტი, ფოთის სპორტი გამოიყენებოდა ამერიკის შეერთებულ შტატების ინტერესების სასარგებლოდ ავღანეთთან მიმართებაში და ერთი რამ არ უნდა დაგვაუწყდეს. შემთხვევითი არც შესვლა არსებობს, არც გამოსვლა არსებობს, არც ფინანსური თანხების მობილიზება არ არსებობს. გადახედეთ ზოგადად შექმნილ ვითარებას. ყველაფერის რაც ხილულია, ეს იმდენად საშიში არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ აქ მარტო პროპაგანდა არ არის, აქ მნიშვნელოვანი ფინანსური თანხების მობილიზების შედეგთანაც გვაქვს საქმე. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთი რამ, რომ ჩვენ გვყავს და სამწუხაროდ და ალბათობის მაღალი ხარისხით ხელისუფლებაშიც კი სხვადასხვა ქვეყნის სადაზორო ინტერესების გამტარებელი პირები და პირთა ჯგუფები. ამიტომ ისინი უფრო საშიში არიან, ვიდრე ისინი, ვინც ქუჩაში აშკარა ფორმით გამხატავენ. ისინი ეგრეთ წოდებული გაშიფრული მდგომარეობით მოღვაწეობენ და ისინი ძალიან დიდ საჭიროებას უკვე არ წარმოადგენენ, მათ პრაქტიკულად ესეთი ტერმინოლოგია არსებობდა ადრე, აგენტ პროვოკატორი, აგენტ დეზინფორმატორი და ამ ტერმინოლოგიას ზოგადად დღესაც არ დაუკარგავს ეს არაქია მნიშვნელობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ სპეცსამსახურების პატივისცემის გამოხატვით, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება მართებთ დღეს ეგრეთ წოდებულ მიჩუმათებულ და ძალიან მშვიდ პოზიციაზე მდგომ იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც განთესილი არიან სხვადასხვა უწყებებში. არ ვიცი, რამდენად აქვს საზოგადოებას ინფორმაცია, მაგრამ პრაქტიკულად მათ შორის ინსტრუქტორების თუ სხვადასხვა კატეგორიების დონეზე საქართველოს შემოსული იყო ეგრეთ წოდებულ თეთრსაყრდენთა კატეგორია, რომელთა ძირითადად დანიშნულება იყო სადაზორო საქმიანობა. რას ნიშნავს ეს თეთრსაყრდენი? ეს არის პრაქტიკულად იერარქიული ჯგუფი, რომელიც პროცესებს ხელმძღვანელობს როგორც კონსულტანტი და რეალურად ის ასრულებს თავის სახელმწიფოს სადაზორო სამსახურის კონკრეტულ ინტერესებს. ამიტომ ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბ შეფხებაში იყო ესეთი ტიპის ადამიანებთან, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანთა ზოგადად საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ აღესრულებინათ საკუთარი ქვეყნის სადაზორო ინტერესები. ესე იგი, მათი მხრიდან შესაძლებელია ხორციელდებოდა გადაბირებითი პროცესები და ამაზე ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი შეტანა ზოგადად არ შეიძლება. მგონია დიდი ხვეწნა დაჭირდება ამიტომ, როდესაც ფარულ მესიჯთა სისტემაზე გესაუბრებოდით, ძალიან მარტივია მოხდეს გაანალიზება ღია წყაროში არსებული პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებული განცხადებებით და ჩვენ ამას ძალიან მარტივად დავინახავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესე იგი, გარდა იმისა, რაც ჩვენ თქვით, იმ ინტერესისა, რომელზეც მე გესაუბრეთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ აუცილებლად პრო-ამერიკული განწყობის მქონე ადამიანთა ჭარბ რაოდენობაზე, რომელიც კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს ინტერესების საზიანოდ. ამიტომ არაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუკარგავს, არ წაუგია. უბრალოდ თავისი აქტიური მოქმედებების კონსერვაცია განხორციელებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან სადმე გადამალა აგენტურული აპარატის წევრები. რა თქმა უნდა, გადამალული და დაკონსერვებული არიან ისინი. ისინი ფარულად საქმიანობენ და შესაბამისად კონკრეტული ინტერესების შემთხვევაში მათ შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე კონდეთ გარკვეული ზეგავლენა.
თქვენ ხშირად ახსენებთ რამდენჯერმე ახსენეთ ავღანეთის კამპანია ამერიკის, საიდანაც ასე ვთქვათ ძალიან სწრაფი ტემპებით მოუწია. ან ყოველ შემთხვევაში ესეც იყო ერთგვარი დაგეგმილი პროცესი. დამშაშ დაბეჭდილება რომ საქართველოს ერთგვარად უნდა იყოს აი ამ ახლო აღმოსავლეთის იყო ყოველ შემთხვევაში ამერიკისთვის საინტერესო, სწორედ აი ამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოქმედებების პერიოდში და თქვენ როგორც ვთქვით აი ჩვენ სპორტებს და ალბათ კიდე ბევრ სხვა რესურს იყენებს და იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატები ადგილზე კონტროლისთვის. დღეს რაც ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში, სირიის ამბავი, ისრაელის და ჰამასის შეთანხმება, რამდენად მხარი შეიძლება იყოს, იგივე ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, სხვა შორის საინტერესოა, რომ ირანმა და რუსეთმა გააფორმეს ხო სტრატეგიული თანამშრომლობა. ეს მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი რეგიონისთვისაც. გარდა ამისა, დღევანდელი სიახლე არის, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტი ფიცო აპირებს ჩავიდეს და თურქეთში ერდოღანთან გააფორმოს სტრატეგიული ურთიერთობა. ერთგვარად ძალთა ბალანსი იცვლება. მე მრჩება შტაბეჭდილება, რომ რეგიონული ძალები ყველანაირად ცდილობენ აქედან განდევნონ ყველა არარეგიონული ძალა, პირველ რიგში შეერთებული შტატები, ხო? რამდენად წარმატებულია აი ეს მცდელობები, მოდი ვთქვათ, ჩვენი რეგიონის მსხვილი მოთამაშეების მხრიდან, ხედავთ თუ არა, თუნდაც საშუალოვანიან პერსპექტივაში ახლო აღმოსავლეთში და ჩვენს რეგიონში ამერიკული გავლენების მკვეთრი შემცირების ალბათობას. ესე იგი, მოდი ერთ რაიმეზე შევთანხმდეთ რა. მე ეხლა როდესაც შეკითხვა დავასრულე, მაშინ და კიდე ერთხელ გავიმეორებ რა. მიუხედავად იმისა, რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აქტიურად არ პოზიციონირებს ამ წუთში თქვა საქართველოში, კიდე ერთხელ გეუბნებით, მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი ძალები საქართველოში, რომლის გამოყენების პერსპექტივა არსებობს. იმიტომ რომ პირები, რომლებიც არიან გადაბირებული, ზოგადად სადაზორო გადაბირება არის პროცესი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელებულია სხვადასხვა მაკომპრომეტირებელი მასალებით. ამიტომ საზოგადოების ყველა წევრს ურჩევდი, რომ არ ჩაებან არასდროს უცხო ქვეყნების სადაზორო საქმიანობის საფერხულში, იმიტომ რომ ეს არის ჯერ ერთი სისხლძარღვამართლის დანაშაული და ამაზე უმძიმესი დანაშაული არ არსებობს და რეალურად ამ ბადიდან გამოსვლა არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომ რეალურად რაზედაც თქვენ ხაზგასმა გააკეთეთ, ეს ნამდვილად ესეა. მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. უნდა აუცილებლად გავაანალიზოთ და საქართველოს აუცილებლად ანალიზის საგნად უნდა გაიხადოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება სომხეთთან მიმართებაში. ასევე ის სახელშეკრულებო გარკვეული ქრონოლოგია, რომელიც განხორციელდა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ის დამოკიდებულება, რომელიც ზოგადად აქვს რუსეთის ფედერაციას და მის სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პროცესი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან მარტივად ჩანდეს, თითქოს და ძალიან სიმშვიდეა და ეს სიმშვიდე არის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ როგორც გონიერად მივედით იქამდე, რომ არ მოხდა ჩვენი ჩართვა, აქტიური ჩართვა უკრაინასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ არც სხვა მიმართულებით არ უნდა მოხდეს იმის ჩართვა. ამის ნიშნები არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც აუცილებლად შედგება ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და სავარაუდოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. მე მაინც ვფიქრობ, თუ ამ სამკუთხედზე გარკვეული მშვიდობიანი შეთანხმება განხორციელდა, ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ აქ ცხელი წერტილი ავიცილოთ. თუ იქ ვითარება ისე არ გამეთა ვერ შედგა შეთანხმება, შესაძლებელია, რომ ჩვენ გქონდეს საკმაოდ ცხელი წერტილი და ნახეთ ძალიან ცუდი რაღაცის თქმა მიწევს ახლა, მაგრამ უბრალოდ ისტორია არის ანალოგიებით და რეალურად 1921 წელი, როდესაც ჩვენ თქვათ პრაქტიკულად დამოუკიდებლობა დავკარგეთ, ძალიან ბევრი მსგავსება იმ პერიოდსა და ჩვენ დღევანდელ პერიოდს შორის. მაშინაც მიდიოდა მსოფლიოს გადანაწილების პროცესი. და რუსეთის ფედერაციამ თავის სპეცსამსახურების მეშვეობით და დიპლომატიის მეშვეობით შეძლო რომ ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ ერთ ციტუთ კარგად ივაჭრა და რეალურად ყველა ის სტრატეგიული პარტნიორ თუ მხარდაჭერი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს მხარს უჭერდა,
პრაქტიკულად განარიდა საქართველოს და ყველაზე მთავარი და არსებითი. ჩვენ ერთა ლიგაზე მიზანმიმართულად შეგვაფერხეს, რომ არ გავწერიანებულიყავით და ეს გახდა სწორედ მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პრაქტიკულად ხელფეხი გონდა გახსნილი რუსეთის ფედერაციას, რომ ემოქმედა საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი ამოცანა, რაც საქართველოს ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე უნდა იდგეს, ეს არის, რომ ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა. და ერთი რამ ჩვენ ზოგადად გვიფუთავენ ბევრ აიმეს, რომ აი მაგალითად ძალიან კარგად იციან ხოლმე შეფუთვა სხვადასხვა მისიებში ჩვენი მონაწილეობის დროს, რომ ეს არის კომუნისტების დროს იყო, ეს იყო ინტერნაციონალური მისია. ეხლა სამშვიდობო მისია დაარქვეს. რეალურად თუ დავაკვირდებით, ეს არის სახარკო სისტემა, რომელსაც არ დაუკარგავს თავისი არსი და ესეთ ხარკების გადახდა ჩვენი ტიპის სახელმწიფოს მოუწევს როგორც სამხედრო მიმართულებით, ისე ეკონომიკური მიმართულებით. ამიტომ ვიმეორებ, მთავარი და უპირველესი არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც ყველა ნორმალური მეფე, რომელიც საქართველოს ისტორიაში არსებობდა, ყველაფერს აკეთებდა, საკუთარ თავსაც წირავდა, ოჯახსაც წირავდა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა არ გაეხვიოს საომარ მოქმედებებში, რომელიც გენოფონდის განადგურების საფუძველი იქნება. უნდა ვივაჭროთ და რომ ვივაჭროთ, ამისთვის აუცილებელია მყარი ინტელექტუალური განვითარება. ჩვენ არა ვართ ახლა იმ დონეზე, რომ საგანმანათლებლო სისტემა ამას ხელს არ უწყობს. ამიტომ აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ მეც და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს გარდა სისტემატურად აქცენტირებს იმაზე, რომ განათლების გარეშე ჩვენ პრაქტიკულად ვერ შევძლებთ წინ წასვლას, ვფიქრობ, რომ აი ეს აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი ეს გახლავთ ინტელექტუალური ბრძოლა. თქვენ ახსენეთ 1921 წელი და როგორც აღნიშნეთ, ბევრი მსგავსება შეიძლება დაინახოს ადამიანმა აი მაშინ მიმდინარე პროცესებსა და დღეს მიმდინარე პროცესებს შორის. მე არ ვარ ამ საქმის რა თქმა უნდა სპეციალისტი, მაგრამ რაც წამიკითხავს, გამიგია მომისმენი, ჩემი აზრით იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ალბათ იყო ის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი იყო თითქოს აი იმჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას მოწყვეტილი. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ მარტო საქართველოს გასაბჭოება ხო არ მომხდარა, მთლიანი კავკასიის მოხდა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდით, ყველა მეზობელმა იხეირა აბსოლუტურად ჩვენი ტერიტორიით პირდაპირ გაგებით და ბევრი ასე ვთქვათ, ისეთი ისტორიული მიწა დღეს აღარ არის ჩვენს შემადგენლობაში, ზუსტად იმ პროცესების შედეგად. ამ ხრივ თუ შეგვიძლია პარალელების გავლება დღევანდელობასთან, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის ხელისუფლება, ნუ ოპოზიციაზე ალბათ რთულია რამის თქმა, მაგრამ რამდენად არის თქვენი აზრით მზად და რამდენად საღად უყურებს ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოში მიმდინარე პროცესს. მოდით ანალოგიაზე ვისაუბროთ. გვაქვს ჩვენ ახლა ტერიტორიები, რომლებიც არა, ტერიტორიები, რომელიც დავთმეთ 70 წლის განმავლობაში. გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი. ხო, ეს არის ტერიტორიები, რომლებიც დავთმეთ ტერიტორიები? დავთმეთ ყოველგვარი ბრძოლისა და ომის გარეშე. დავით გარეჯგულის ალბათ. გიხდით? ესე ანალოგია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ვაჭრობა, მაღალი დონის ვაჭრობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ აგვაქვს. ამიტომ მე ხა არავითარ შემთხვევაში არ ვისაუბრებ იმ თქვათ მძიმე მდგომარეობაზე რატომ ვსაუბრობ? იმიტომ რომ შესაძლებელია ამ შემთხვევაში მე გარკვეული სამსახური გაუწიო უცხო სახელმწიფოებს, რომ მე თქვათ რაღაც კომპონენტები გავაჟღერო თქვათ ეროვნული საფრთხეების მიმართულებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ-ერთი გამოსავალი არის ინტელექტუალურ ბრძოლაში და შესაბამისად ინტელექტუალური შესაძლებლობები მოგცემს საშუალებას, რომ ვიბრძოლოთ და ამასთან ერთად საჭირო აუცილებლად ფინანსური შესაძლებლობები. ამიტომ თუ დავაკვირდებით სამიზნეს, საქართველოში ყველაზე დიდი სამიზნე არის ის ადამიანები, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ. და მე მინდა საზოგადოებას ერთი რამ შევახსენო, როდესაც ისრაელთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში ძალიან დადებითი განწყობებია საქართველოში, რომ ამდენი წლების განმავლობაში ჯერ სახელმწიფო როგორ შეიქმნა და როგორ იბძვის, რა რკალშია ის მოქცეული და როგორ იბძვის. იცით რა იყო ამის ძირითადი საფუძველი? ის რომ ბრძოლა კი არ დაუწყეს იმათ, ვისაც დიდი ფული ჰქონდა პირიქით. ეს ადამიანები მორალურად აიძულეს, რომ მათ თავიანთი ფინანსური შესაძლებლობები ჩაედოთ სადაზორო და კონცადაზორო უწყებების განვითარებაში. ქვეყანას, რომელსაც
მაღალი განვითარების სადაზვერო და კონცადაზვერო უწყებები გააჩნიათ, ისინი აღწევენ ძალიან დიდ შედეგებს. აი სწორედ იმის მიუხედავად იმ გარკვეული წარმომადგენლობისა, რომელიც თქვათ ბოლო პერიოდში ჩვენ შევხვდით ისრაელთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, ისრაელს გააჩნია ერთ-ერთი უძლიერესი სადაზვერო სამსახური და შესაბამისად კონცადაზვერო უწყება და რაც მთავარია, საზოგადოებრივი განწყობა. იქ მონებს არ უძახიან პოლიციის თანამშრომლებს, იქ მონებს არ უძახიან სპეცსამსახურის თანამშრომლებს. იქ პირიქით არის თანამშრომლობის მაღალი დონე, მათ შორის არსებობს ესეთი პრაქტიკა, რომ პოლიციელებთან ერთად საზოგადოებაც კი მორიგეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად. მივხვდით, იქ განსაკუთრებული აქცენტები კეთდება და მაღალი დონის სწავლებებია ტერორისტთან მიმართებაში და ვერ წარმოიდგენთ რა დონის აქტიურობა საზოგადოების მხრიდან, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა და პოლიციურმა უწყებებმა დაძლიონ ტერორიზმის, ესე იგი ანტიტერორიზმის მაღალი დონე დგას. ამიტომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ რაღაც ერთი მიმართულებით და მხოლოდ იმის ოცნებით, რომ აი ისრაელი რა მაგარია, ესე ჩვენ დიდზე ვერ წავალთ. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ის ადამიანები, ვისაც ყველაზე დიდი ფული აქვს, რომ მათ ეს ფული ჩადონ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან ორ სტრუქტურაში, ეს არის სადაზვერო და კონცადაზვერო უწყება. თუ ჩვენ ამ ორ უწყებას გავაძლიერებთ, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი შესაძლებლობები. და ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ გერმანიაში ოლიმპიადის დროს მოხდა ებრაელი სპორტსმენების ლიკვიდაცია, ტერორისტული აქტი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტში დაიგეგმნა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებმა წარადგინეს ის გეგმა და ძალიან კარგად იყო ყველაფერი გათვლილი და ამ აქტში პირდაპირ ან ირიბად მონაწილე ყველა პირი დაისაჯა. აბსოლუტურად ყველა. თუ ჩვენ ამ მიმართულებით არ გადავალთ, ძალიან ძნელია რომ ამაზე ვისაუბროთ. რას ქვია, ესა რა ქვია, ემიგრაციაში მყოფი საქართველოში თანამდებობაზე ყოფნისას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირები იმყოფებიან უცხო სახელმწიფოებში და ისინი ახორციელებენ საქართველოს ინტერესების საზიანო საქმიანობას. ეს როგორ უნდა ხდებოდეს? მაგრამ ეს მოხდება, იმიტომ რომ რეალურად ნახეთ რამხელა სპექტრი პირდაპირ ძალადობს სპეცსამსახურებზე, პირდაპირ ძალადობს პოლიციაზე. როგორ შეიძლება პოლიციას მონა დაუძახო, რომელიც და თუ კიდე სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ ხელფასია დამოკიდებული და იღებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ხელფასს და მონებს უძახიან ისინი, ვინც უცხო ქვეყნებიდან ღებულობენ დაფინანსებას. ნამდვილად პირდაპირ მონარასაც ქვია რომ თვითონ აკეთებენ, ხო? იხდით, ეს არის ისევ პროპაგანდის ნაწილი, იმიტომ რომ დემორალიზებული იყოს პოლიცია, კომპრომეტირებული იყოს და შესაბამისად კომპრომეტირებული და დემორალიზებული პოლიცია და სპეცსამსახურები თავის ამოცანებს ვერ გადაწყვეტენ. დაიმახსოვრეთ ახლა რასაც ვიტყვი. თუ ხელისუფლება იგივე რეჟიმით გააგრძელებს ქმედებებს, არ უნდა გამორიცხოთ ის სიტუაცია, რომ ძალიან მოკლე ხანში, რამოდენიმე თვეში ძალიან რთული კრიმინალური ვითარება იყოს საქართველოში. დააკვირდით, პირდაპირ ეხლა იმასაც აღარ ჟერდებიან უკვე სიტყვერ შეურაცხყოფას და ცეცხლის სროლას, ეხლა გადავიდენ ფიზიკურ ანგარიშორებას. აი დამისახელეთ ერთი ნორმალური ქვეყანა და თუნდაც არანორმალური, სადაც პოლიციელზე ფიზიკური შეხება არ არის დამსჯადი. არ არსებობს ასეთი. ესე იგი, პრაქტიკულად საქართველოში ამ წუთში გვაქვს ქაოსური მდგომარეობა და ამ ქაოსურ მდგომარეობას მართავენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები თავიანთ ინტერესს დაქვემდებარებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მეშვეობით და არასამთავრობო სექტორის მეშვეობით. მე ისიც არასდროს მინახავს ბატონო დავით, რომ იგივე პოლიციის ან სპეცსამსახურების თანამშრომლების სიები იდებოდეს საჯაროდ სხვადასხვა მედია საშუალებებში მათი დისკრედიტაციის მიზნით, რომ აი იცნობდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ რაღაც სპეცდანაშრომლობის რაზმში მაგალითად და ეგენი არიან, ვინც ხალხს არბევენ და პირდაპირ საჯაროდ გამოაქვთ ესე. აქ არის ორი ვარიანტი. ერთი ის, რომ სისტემაში ეგრეთ წოდებული ვირთხები არიან. ეს არის თანამშრომელთა ის კატეგორია, რომელიც შეცდომით არის მოხვედრილი, ან კომპრომეტირებულია ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ან პოლიტიკური პარტიის მიერ, ან
უცხო ქვეყნის მიერ და ისინი სისტემატურად აწვდიან მონაცემებს სხვადასხვა მიმართულებას. მე ამ რასაც თქვენ ახლა საუბრობთ და რა მონაცემებიც ქვეყნდება, მე ჩემთვის მაგალითად ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება. რამდენად იმოქმედა სახელმწიფომ, ეს არის საინტერესო. არა მარტო მათი სახელი და გვარები, დააკვირდით ოჯახები, ქვეყნდება, მიდის ძალიან მაღალი დონის ბულინგი. ეს ბულინგი აღარ არის უკვე, ეს არის პრაქტიკულად ფსიქოლოგიური წნეხი. და ყველა ამას ვერ უძლებს და არც ის არ უნდა გამორიცხოთ, შეიძლება ესე თუ გაგრძელდა და თუ სახელმწიფომ თავისი სამართლებრივი ჩარჩო მოქმედებაში არ მოიყვანა, შესაძლებელია რომ თვითმკვლელობამდე მიყვანაც კი განხორციელდეს. ამის ზოგადად მოთმენა და ამის ესე მარტივად ყურება, მე მგონი რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა შეეძლოს. რას გვანან ჟურნალისტთა ის ბოდიშით ახლა რომ თქვენთან ვზივარ და ამ თემაზე ვსაუბრობ, რომ აი რას გავან ის ჟურნალისტები, რომლებიც არ არიან თავიანთი შვენივრად ალბათ ის იურისტობაც საჭიროა იმისთვის, რომ კარგი ჟურნალისტი იყო, იმიტომ რომ სამართლებრივი ცოდნა ყოველთვის ხელს გიწყობს, რომ სახელმწიფოებრივად იაზრონო. ამიტომ ნახეთ, სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გაცლიან მხარეებად არიან ქცეული და არ ვიცი რა, ესეთი რამე რა ვიცი 50 წლის განმავლობაში ბევრი რამ მინახავს, მათ შორის სპეცსამსახურებში მუშაობის პერიოდში, პოლიციაში მუშაობის პერიოდში, ყველაფერი მინახავს, მაგრამ ფონი რომელიც ახლა შექმნილია, ეს არის კატასტროფა. ამის ესე გაგრძელება არ შეიძლება და მიმართავ საქართველოს ხელისუფლებას. კანონიერ ჩარჩოში ამოქმედეთ სამართალი და დაიცავით უპირველეს ყოვლისა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სპეცსამსახურის თანამშრომლები. თუ აუცილებელია საკანონმდებლო ხელისუფლების მეშვეობით განახორციელეთ ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. დაიცავით საზოგადოება ბულინგისაგან, ვსაუბრობ იმ საზოგადოებაზე, რომელსაც არანაირი პროგანწყობა არ აქვს, აქვს მხოლოდ ერთი განწყობა, რომ საქართველოში იყოს სტაბილური ოპერატიული ვითარება, რომ ადამიანებს მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება და ნორმალური ფუნქციონირების საშუალება მიეცეს სხვადასხვა სამსახურებს. და კიდევ ერთი რამე, კატასტროფა არის. გაფიცვა იყო რამოდენიმე დღის წინ. მე რა მაინტერესებს, მარეგულირებელი ამ ტარიფების დასთან დაკავშირებით ხო არაფერს არ აკეთებენ ზოგადად და წელს არ გაუშვებენ რომ რაღაც ტარიფებმა არ მოიმატოს და კლების ვერაფერი ვერ ნახ. ერთი რა მაინტერესებს, იცით, როდესაც მობილური კომპანიის თანამშრომლები იფიცებიან, თქვათ, როდესაც საბანკო სექტორის თანამშრომლები იფიცებენ და როდესაც პერსონალური მონაცემები ჩვენი ამათ ყველას აქვთ, რატო სულ მცირე იმის ღირსი არა ვართ, რომ მესიჯებით გვაცნობონ, რომ არის თქვათ საპროტესტო აქცია, რომ ჩვენ რაღაც კონკრეტული საჭიროება რო ვართ, გვაქვს და მივიდეთ თქვათ საბანკო სექტორში ან თქვათ იმ მობილური და ესე სხვადასხვა მომსახურების სექტორში, რომ რატომ არ ხდება საზოგადოების ინფორმირება. ესე იგი პრაქტიკულად ვართ ქაოსის ქვეშ. არც ერთი ინსტიტუცია არ მუშაობს, ერთ-ერთი ახლა ყველაზე მეტად რასაც უყურებ რომ მუშაობს, ეს არის ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველაზე დიდი დატვირთვა და სპეცსამსახურები ზოგადად ესე აშკარად არასოდეს არ ჩანან, მაგრამ ის ყველაფერი რაც ხდება, რაღაც ამ სიტუაციის განაიტრალება რო ხდება, ეს არის კოორდინაციის საფუძველი კონდაზვერის უწყებასა და პოლიციურ უწყებას შორის და ალბათობის მაღალი ხარისხით საქართველოს დაზვერვაც გარკვეული კოორდინაციის სიბრტყეში არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის გაგრძელება ზოგადად არ შეიძლება. ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ ისრაელის მაგალითი და თქვით, რომ აი იქ რომ მოგწონს ისრაელი და რო არის ასეთი კარგი სახელმწიფო, მათ შორის ეს ერთ-ერთი და ალბათ უპირველესად არის იმის შედეგი, რომ საზოგადოებასა და აი ამ ძალოვან უწყებებს სპეცსამსახურებს შორის არის ძალიან მაღალი კოორდინაციის ხარისხი ისრაელში. ისრაელის ყველა მოქალაქე ერთგვარად ვალდებულათაც თulis ხო საკუთარ თავს, რომ სახელმწიფოს დაეხმაროს იგივე ტერორისტულ ბრძოლაში თუ სხვა მიმართულებებით. საინტერესო იქნება ვისაუბროთ, აი რატომ არის ამხელა განსხვავება იგივე ისრაელის
ისრაელის საზოგადოებასა და ქართულ საზოგადოებას შორის. მე არ მჯერა და ვერც დავიჯერებ იმას, რომ რა აქ საქართველოში ნაკლებად გვიყვარს მოქალაქეებს ჩვენი სახელმწიფო, ნაკლებად გვინდა რომ ვიყოთ წარმატებული. თუ იქ არ იყო მცდელობები მაგალითად მავნე პროპაგანდის რომ ებრაულ საზოგადოებაზე მოეხდინათ მავნეზე გავლენა, როგორ გაუმკლავდა მაშინ აი ისრაელის სახელმწიფო როგორ გაუმკლავდა და როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას, ალბათ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ არის პროპაგანდისტული ფონი, დღეს უკვე მთელ მსოფლიოში მიდის ხო იმაზე საუბარი, რა მავნე გავლენა აქვს სოციალებს, როგორ ხდება ახალგაზრდების დაზომბირება ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. ყველგან. ისრაელი ამას ძალიან წარმატებით ართმევს თავს. აი, რა მოდელი აქვს ამ შემთხვევაში მათ, რაც შეიძლება ჩვენ გავითვალისწინოთ. ესე იგი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ აქვს ძალიან მაღალი დონის სადაზორო და კონცადაზორო უწყება. ეხლა დავიწყოთ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიტან და მე ვფიქრობ, რომ იმის იქით ჩვენ გაგრძელება არ დაგჭირდება. ყველაფერი ზოგადად სახელმწიფოში იწყება სახელმწიფო საზღვრიდან. მე ვსვამ ეხლა კონტრშეკითხვას თქვენს მიმართ, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრისადმი. როგორ შეიძლებოდა რომ თქვათ საქართველოში იმ პროცესების მერე რაც განახორციელმა რუთმა, ხო რუთია ხო ესე ხო არ მეშლება, რომ ის კიდევ შემოვიდა სახელმწიფო საზღვარზე და რატომ არა გვაქვს ისეთი მყარი სისტემა, რომ ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დესტაბილიზაციას უქმნიან, თქვათ, დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნიან საქართველოში, რომ მათ არ მივცეთ შემოსვლის საშუალება. დააგვირდით ახლა როგორი სისტემაა ისრაელში. აბა ისა რა ქვია რაიმე პატარა აი უმნიშვნელო რაღაც საფრთხეს რო წარმოადგენდეთ ისრაელისათვის უკვე საბაჟო და ეს სასაზღვრო სექტორზე გასაუბრების დროს თქვენი შესვლა იქ აიგზალება. აი ეს არის ძალიან რა თქმა უნდა როგორ შეიძლებოდა თქვათ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნახეთ ადამიანები რომლებიც პრაქტიკულად სადაზორო პროპაგანდას ახორციელებენ საქართველოს ესა რა ქვია ინტერესების აზიანოთ და ეს ადამიანები ხვდებიან საქართველოს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მონაწილეობას ღებულობენ საპროტესტო აქციაში როდესაც პრაქტიკულად ირღვევა საერთაშორისო ნორმები და ამის შემდეგ კიდე ეს ადამიანი უკვე სხვა ამპლუაში ჩვეულებრივად შემოდის საქართველოში და კვლავ ისევ ამ საპროტესტო მუხტის აგორებაში იღებს მონაწილეობას. აქედან იწყება საქართველო იწყება სახელმწიფო საზღვრიდან და როდესაც საზღვარზე გავაკონტროლებთ იმ სიტუაციას, რომ ადამიანები, რომლებიც ზრუნებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შემოუშვებთ, განსაკუთრებით უცხოელებზე მაქვს ახლა საუბარი, ეს იქნება ერთ-ერთი იდეალური სიტუაცია და მეორე. რატო არ აკეთებს მაგას? და მეორე და მნიშვნელოვანი. აუცილებლად გადასახედია საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით და ჩამორთმევასთან დაკავშირებით კანონმდებლობა ის საკმაოდ დასამძიმებელია და შესაბამისად ვფიქრობ, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ესეთი კანონმდებლობა გააჩნდა. მართალია აღასრულებდა სპეცსამსახურები და პოლიციური უწყება იმ პერიოდში, მაგრამ ხელისუფლება შემდეგ ამას არაფრად არ აგდებდა, მაგრამ თუ ჩვენ ამ მიმართულებითაც სამართლებრივ ჩარჩოს დავხვეწთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ზოგადად უნდა დარჩეს საქართველოს მოქალაქეობის გარეშე და მათ შორის იმის გამო, რომ ისინი უქმნიან თქვათ თავიანთი აგენტ პროვოკატორობით, აგენტ დეზინფორმატორობით, თქვათ საფრთხეს ქვეყანას, ან ციხეში უნდა იყვნენ, ან უნდა დატოვონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრები. ესეთი კარდინალური ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, ამ რეჟიმში ცხოვრება ზოგადად წარმოუდგენელი. ამას ჭირდება ალბათ გარკვეული სამართლებრივი მათ შორის საფუძველი დადასტურება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის თუ თუნდაც კავშირის რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ხელისუფლებამ დაანონსა კოდიშით ნახეთ მე როდესაც საუბრობ, სულ ვიყენებ ტერმინს მაღალი ალბათობით. რა თქმა უნდა. და მე საუბრობ ნიშნებზე. მე ვარ ადამიანი, რომელიც სისტემაში არა ვარ. მე რო სისტემაში ვიყო, ვიცი რაც უნდა გავაკეთო, როგორც უნდა გავაკეთო და ეს ახლა გამოსატანი არ არის, მაგრამ როდესაც მაღალი რანგის თანამდებობის პირები პირდაპირ საუბრობენ აგენტობაზე, ჯაშუშობაზე და ასე შემდეგ პირდაპირ საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა სულ მცირე მე ვფიქრობ, რომ სამართლებრივი რეაგირებისათვის საფუძველი აქვს და როდესაც საფუძველი გააქვს და არ იწყებ თქვა გამოძიებას, ამ შემთხვევაში მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ხო არ არის ეს საბოტაჟი?
აი ეს რატო ხდება? იგივე როთთან დაკავშირებით თქვი თქვენ და ეს არ არის რა თქმა უნდა გამონაკლისი. იგივე აი ახლა რასაც ამობთ, რომ პროკურატურა წესით ყოველგვარი ზედმეტი დამატებითი შეტყობინების გარეშე, როდესაც საჯარო სივრცეში კეთდება იმდენი განცხადება მოგვიზმენია ბოლო პერიოდში, რაც საკმარისი საფუძველი შეიძლება გახდეს სისხლისამართლებრივი დევნის ან საქმის აღძვრის ყოველ შემთხვევაში. რატო იკავებს ამისგან თავს ხელისუფლება თუ კი ის რეალურად ცდილობს სუვერენიტეტის მე მაინც იმ განცხადებების ანალიზიდან რასაც უყურებ, მაინც გარკვეულწილად საბოტაჟის ნიშნებს ვხედავ. აი ნახეთ, ჩვენ ხარ რუცე ხო ვისაუბრეთ. აი ერთ პროცესს გავიხსენებ, რომელმაც პრაქტიკულად პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე შექმნა საქართველოში. აი, როდესაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი გავრილოვი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტში. რა მაინტერესებს, იცით? ჩვენ ყოველ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ ის, რომ ეს არის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი და ზოგადად ესეთი ხეტიალი იქ რაც ხდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ, ესეთ რამ არ უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, რომ იქ მაღალი საიდუმლოების რეჟიმი უნდა არსებობდეს. ნახეთ, ელემენტარული რაღაცას უნდა გათვლა, რომ ზოგადად შეიძლება არც ვიფიქრო იმაზე, რომ ეს იყო თქვათ გავრილოვის მხრიდან მიზანმიმართულად გაკეთებული რაიმე ქმედება, მაგრამ ნახეთ, აი უბრალოდ რა მარტივი ასაცილებელი იყო ზოგადად ეს პროცესი თავიდან. ნახეთ, როდესაც საქართველოს შემოდიან ესეთი ოფიციალური ვიზიტით, სპეცსამსახურებს აუცილებლად აქვთ სია თუ ვინ მონაწილეობს ამ პროცესში. აი, როდესაც შენ უყურებ, რომ ამ პროცესში მონაწილეობს თქვათ ის ქვეყანა, რომელთანაც ხარ კონფლიქტურ ვითარებაში, ყველა ტიპის პროვოკაცია არის მოსალოდნელი და ამ შემთხვევაში აუცილებლად საფრთხის იდენტიფიცირება უნდა მოახდინო და რისკი შეაფასო. და რა მარტივი გამოსავალი იყო, რომ ეს გავრილოვის ინციდენტი არ მომხდარიყო. ეს იყო უბრალოდ ინფორმაციული აღჭურვა ხელისუფლების, რომ ეს არის მაღალი რისკის თქვათ მდგომარეობა და უბრალოდ ერთ-ერთი გამოსავალი იყო ის, რომ არ დაეთმოთ თქვათ საქართველოს პარლამენტის ის დარბაზი, სადაც აღმოჩნდნენ სტუმრები და თქვათ დაეთმოთ ნებისმიერი სხვა ეს რა ქვია, სადმე სხვა დამჭერს დავიჯერება, რომ მათ უბრალოდ წინასწარ ვერც წარმოიდგინეს ეს ამ საფრთხეების შესახებ, თორე ალბათ არის ორი ვარიანტი, ან არსებობდა ინფორმაცია ამ საფრთხის შესახებ და ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, ან მეორე არის, რომ არ არსებობდა ინფორმაცია და შესაბამისად არ არსებობდა გათვალისწინების საფუძველი. ორივე შემთხვევაში ჩვენს წინაშე დგება კომპეტენციის საკითხი, ესე იგი გარკვეულწილად აქ არის ისევ საბოტაჟის ნიშნები. ამიტომ ცოტა სიფხიზლით და ცოტა გონიერებით უნდა მოვიდოთ ყველაფერს. კიდე ერთი რაღაც მინდა იურისტები ბრძანდებით და ალბათ იურისტებიც ისმენენ ამ გამოსვლას. საქართველოს პარლამენტი სადაც არის განთავსებული, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მასთან მიახლოება მე ვიცი რომ კანონით არის აკრძალული, ეს არის მანიფესტაციების შესახებ. კანონით არის დარღვევა. ამ შემთხვევაში უბრალოდ ვერ ვგებულობ, რატომ უშვებს სახელმწიფო იმას, რომ პირველ რიგში დაირღვეს მანიფესტაციების შესახებ კანონი. აი, როდესაც ერთ კანონის დარღვევაზე არ რეაგირებ, ამას მოყვება მეორე, მესამე და მეათე და მეოცე კანონის დარღვევა. რაღაც მნიშვნელოვანი კანონები და თითქოს უმნიშვნელო კანონები, ხა ისინი თუ დაირღვევა დიდი არაფერია. კანონია ეს ყველა. და ერთი რამ კიდე მე მგონი დასასრულისკენ მივდივარ და ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ რა. აი, მუდმივად გადატრიალების შიში, მუდმივად რეალური მცდელობები რომ მოხდეს ქვეყანაში ძალადობრივი გადატრიალება ან სისხლიანი ან მშვიდობიანი გზით, აი ეს ყველაფერი დაფუძნდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი დამხობით, პირველი ხელისუფლების. ჩვენ ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ დღემდე, რომ რეალურად თუნდაც ისტორიულ დონეზე არ ვსწავლობთ იმ პროცესებს. არ არსებობს შეფასება საქართველოს. მიხდით, აი ნუ თუ ვერცერთი ხელისუფლება ვერ მივიდა იმ აზრამდე, რომ სანამდე არ მოახდენთ იმ პირველ შეფასებას. და სანამ არ გავასამართლებთ იმ სიტუაციას და სანამ საზოგადოება არ დარწმუნდება იმაში, რომ რამდენად დამაზიანებელი იყო ყველაფერი ის, რაც მაშინ მოხდა და დღემდე მის ჩრდილის ქვეშ ვიმყოფებით, ჩვენთან სიტუაციის გამოსწორება ზოგადად არ იქნება. აი რატო არის, ნახეთ, ახალგაზრდათა მნიშვნელოვან ნაწილში თუ საშუალო ასაკის თუ ცოტა ძველგაზრდათა შორის მისწრაფება, რომ გადავატრიალოთ, დავამხოთ, მოვკლათ, გავანადგუროთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ, იმიტომ რომ იქ არავინ არ აგვაპასუხი
შემდეგ არავინ არ აგო პასუხი, შემდეგ კიდე არავინ არ აგო და საერთოდ უპასუხისმგებლობა შემდეგ იწევს ქაოსს და ანარქიას. განმეორებით დანაშაულს. აი მინდა კითხოთ იმ კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც შექმნას ხელისუფლებამ დაანონსა, ეს არ შეეხება რა თქმა უნდა 91 წლის მოვლენებს, რაც სრულიად გეთანხმებით, რომ ალბათ აქედან უნდა დაიწყოს საერთოდ საქართველოს ისტორიის სამართლებრივი პოლიტიკური შეფასება. ხელისუფლება საუბრობს, რომ ის გამოიძიებს 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებს უმაღლესი თანამდებობის, პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობას. რა მოლოდინი გააქვთ თქვენ ამ საპარლამენტო კომისიიდან, რომლის შექმნაც პირველივე საგაზაფხულო სესიაზე დაანონსდა, გააქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ ეს რეალურად ეს არ იქნება რაღაც ისეთი იმიტაციური პროცესი, უბრალოდ მხოლოდ ჩვენთვის საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად, რომ აი ვიღაც ნაცებს ვასამართლებთ. იქნება ეს რეალურად შინაარსიანი პროცესი და ეს რომ რეალურად იყოს შინაარსიანი პროცესი, რა არის ამისათვის საჭირო? ხელისუფლება შეუძლია და აქვს იმისი რესურსი, რომ ეს ერთპარტიულ რეჟიმში. მე ვფიქრობ, რომ ალბათ უნდა იზრუნონ, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოება ჩართონ ამ ყველაფერში, მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები, ისეთი ხალხთან მიაღებინონ მონაწილეობა, ვინც არ არის პირდაპირ ქართულ ოცნებასთან ასოცირებული, თუმცა არის დაინტერესებული ამ პროცესებით. აი თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ ამ კომისიას? მე გეტყვით ერთ რაიმეს, აი ძალიან ბევრი რო არ იწვალოს ეს რა ქვია საქართველოს პარლამენტმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რო არ იწვალოს, რომ დიდი ხანი არ იმუშაონ, პირველ რიგში აუცილებელია შემოწმდეს საქართველოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებში რა ვითარება იყო და ეს იქნება მნიშვნელოვანი საფუძველი სამართლებრივი რეაგირებისა, რომელიც პრაქტიკულად დაასრულებს იმ დესტაბილიზაციის ციკლს, რომელიც უაზროდ მიმდინარეობს საქართველოში. არცად წასვლა საქართველოს ხელისუფლებას არ ჭირდება საქართველოს პარლამენტს, მას ჭირდება მხოლოდ საქართველოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უწყებაში შექმნილი ვითარების შესახებ გააკეთოს ანალიზი. ეხლა არის შესაძლებელი ამ ყველა პერიოდის შემდეგ ამ ყველაფერს არანაირი პრობლემა არ არსებობს. აი იქ დაინახავენ თუ როგორ დაასუსტა, ჩამოშალა, დაანგრია და უცხო ქვეყნის კონტროლს დაუქვემდებარა ყოფილმა ხელისუფლებამ საქართველოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები. აი ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება საქართველოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უწყების თანამშრომელთა ფინანსური შემოსავლები და ის ქონებები, რომლებმაც ინფორმაციები ნამდვილად იარსებენ, რომლებმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი სარგებელი ნახეს. და ერთ სიტყვით მე ვფიქრობ, რომ როდესაც აი რატო ვაკეთებ სულ დაზვერვაზე და კონტრდაზვერვაზე, ეს არის პრაქტიკულად სახელმწიფოს ყველაზე დიდი როგორ გითხრათ, აი აპკი, როდესაც რაღაც თქვათ აი როგორც სახელმწიფოს როგორც ადამიანის ორგანიზმში ხერხემლის დაზიანება იწვევს სხვადასხვა მეორე ორგანოების დაზიანებას, ისე არის ზოგადად სპეცსამსახურები. თუ დაზიანდება სპეცსამსახურები და ესე იგი შეღწევადება მოხდება, ამ შემთხვევაში ზიანდება აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა. ვერც ერთი დარგი ვერ განვითარდება იმის გარეშე, თუ სახელმწიფოს არ გააჩნია დარგობრივი მიმართულებით განვითარებული, მათ შორის სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულებით განვითარებული სადაზვერვო და კონტრდაზვერვო მიმართულებები. ამიტომ ამაზე აუცილებლად უნდა შევჯერდეთ და კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის მეშვეობით მოუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. არსად არ შეიძლება იმაზე მეტი ფული ჩაიდოს, თუ კი შენ ქვეყნის მოყვარული ხარ, რასაც ქვია შენი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უწყება. ამ შემთხვევაში შევძლებთ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას. ეს არ იქნება თქვათ რაღაც არადემოკრატიულ პრინციპებზე შექმნილი ზოგადად უწყებები, ისინი ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეშეც განახორციელებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დიდი მადლობა ბატონო დავით, იმედი მაქვს, რომ თქვენი ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იქნება შესმენილი საქართველოს ხელისუფლების და იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს, რა თქმა უნდა, ამისი შესაძლებლობა. მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და დაგემშვიდობებით. შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, პროფესორი ბატონი დავით კუხალაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ 1 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მნიშვნელოვან პროცესებზე და გქონდა მცდელობა, რომ ჩვენი ანალიზი შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. იმედი მაქვს საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.